პოსტსკრიპტუმი აგრძელებს სახელმწიფო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაზე მეტად თბილისის მერობის კანდიდატები გვაინტერესებს. დღეს ერთად გავიგებთ რას ფლობს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია. მოსახლეობასთან შეხვედრები და ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტირება. ეს უკანასკნელი თვეების განმავლობაში იმ კაცის ყოველდღიურობა, რომლის წინასაარჩევნო პლაკატებითაც დედაქალაქის ქუჩები აჭრელდა. ძველი თბილისის რაიონის გამგებელი სამოქმედო არეალის გაფართოებას გეგმავს და თბილისის მერის ვაკანტურ პოსტს უმიზნებს. აუცილებელია ნებისმიერ მერს კონდეს განცდა, რომ იგი არ ეპატრონება თბილისს. იგი უბრალოდ გება თბილისს და თბილისელების სამსახურში. ფუნიკულიორთან ქალაქის მერობის კანდიდატის ბავშვობა და საუკეთესო მოგონებებია დაკავშირებული. ამიტომ წინასაარჩევნო გარემოზე, საკუთარ პროგრამასა და დედაქალაქის განვითარების მისეულ ხედვებზე საუბრისთვის ნიკა მელია თბილისში მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილს, თაწმინდას ირჩევს. ქალაქს სჭირდება იმ ტემპის შენარჩუნება, რომელიც უკანასკნელ წლებში იყო, იცით? შეიძლება რაღაცა მოგწონდა, რაღაცა არ მოგწონდა, სამართლიანად უსამართლოდ, მაგრამ ფაქტი იყო ჯიუტი. რომ საქმე მიდიოდა წინ, ნამდვილად და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი რამ შეჩერდა, გაჩერდა, არა მარტო ჩვენ ქალაქში, ზოგადად ქვეყანაში დაკონსერვდა სამწუხაროდ ძალიან ბევრი პროექტი და ჩვენი ამოცანა და ჩემი ძირითადი როგორც მერობის კანდიდატის, რომ არ ვამუშავო ის პროექტები, რომელიც მიმდინარე იყო. თბილისის ამუშავების დეკლარირებულ დაპირებაზე მეტად ჩვენ ნიკა მელიას ქონებრივი დეკლარაცია გვაინტერესებს. სწორედ ამიტომ გამგებლის სამსახურეობრივი ავტომობილი ჭონქაძის ქუჩაზე 12 ნომერთან ჩერდება. ეს არის სახლი, სადაც გავიზარდე დღემდე ცხოვრობ მშობლებთან ერთად. მადამ ბოზარჯანცის სახლს ეძახიან ამას. ესეთი თამბაქოს მრეწველი იყო ცნობილი და მისი დაკვეთით ააშენა ცნობილმა მაშინდელმა არქიტექტორმა ოხაჯანოვმა. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული. ისეთი ცნობილი ფილმი, როგორიცაც 1000 უთაშხია. გაზაფხული 17 გაეღვებათ, ბევრმა ალბათ არის სტილიც. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად ნიკა მელიას საკუთრებაში არსებული ბინა ჭონქაძის ქუჩაზე 105 კვადრატული მეტრია. იმ სახლის ფართობი კი, რომელსაც ძველი თბილისის გამგებელი გვათვალიერებინებს, დეკლარაციაში მითითებულზე გაცილებით მეტი ჩანს. 200 კვადრატია დაახლოებით, უბრალოდ ორ საკადასტრო კოდზეა რეგისტრირებული. ერთი არის ჩემს სახელზე, მეორე მამაჩემზე, ვინაიდან წლების წინ გავფართოვდით და ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ, შემოვიერთეთ, ის ჩემს სახელზე არის რეგისტრირებული დღეს. 34 წლის პოლიტიკოსი ამბობს, რომ მშობლებთან ერთ ჭერქვეს ცხოვრება დისკომფორტს არ უქმნის. პირიქით, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მთელი ბავშვობა, ეს არა მარტო ჩემი სახლი, ეს ბინა, არამედ ეს ეზო, ეს ადარბაზო, ეს უბანი არის ჩემი ბავშვობა და ძალიან გამიჭირდება ყოველთვის ამ გარემოსთან განშორება. ბინაში სპეციალურად მისთვის გამოყოფილი ფლიგელი კი განმარტოების საშუალებას აძლევს. იზოლირებული ვარ მე რეალურად. ეს არის პარტი, სადაც მე ვარ, ხოლოდ პატარა ეგრეთ წოდებული ანტრესოლი, სადაც არის პატარა ბიბლიოთეკა აქაც. დივანი, ტელევიზორი, წიგნების სკარა და უცხოეთიდან ჩამოტანილი რამდენიმე სუვენირი და ყოფილი თანამშრომლების მიერ ნაჩუქარი კარიკატურები. ესაა ნიკა მელიას მყუდრო ოთახის ძირითადიავლადიდება. ასრულების ეროვნული ბიურო ყველაზე კორუმპირებული სამსახური იყო წლების წინ, ვისაც არ უნდა გითხრათ, იუსტიციის სამსახურში და სამინისტროში. ბედნიერი ვარ, რომ ეს სამსახური დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოქალაქეზე ორიენტირებული სამსახურია და ეს შევძელი არა მარტო მე, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ შევძლებდი, შევძელი იმ 400 თანამშრომელთან ერთად, რომლებიც დღესაც მუშაობენ იუსტიციის სამინისტროში. სახლის დათვალიერების შემდეგ ძველი თბილისის გამგებელს ეზოში გავყავართ. აღმოჩნდა, რომ მელიას ძაღლი ჰყავს. იყო პერიოდი, როდესაც ორი ყავდა. ანუ ორი მეწყვილე. დღეს ყავს ბომბონა. ეროვნული უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებული სამართალმცოდნე ნიკა მელია საერთაშორისო ურთიერთობების შესასწავლად ინგლისში 2002 წელს გაემგზავრა. თუმცა უმაღლეს განათლებამდე იყო ქუჩის აკადემია. სიყრმეში აქ ფეხბურთს თამაშობდით არა მხოლოდ მეგობრები, არამედ დათო ბიძია, ვოვა ბიძია, აი ამ ხალხთან თამაშობდეს, აი აქ დაიწყო ჩემი აკვანი.
მერობის კანდიდატის პიროვნულ ღირსებებსა და მისი ცხოვრებისეული ღირებულებების მართებულობაში დარწმუნებულია ნიკას დედა. სხვა რაღაცაზე ეს არ დაკარგავს დროს, რაც იქნება ამისი საქმე და რაც თბილის დაჭირდება და თბილისელებს გააკეთებს ამას. ქალბატონი ნანაცანავა მხოლოდ იმაზე წუხს, რომ შვილი ოჯახის შექმნას აგვიანებს. დიდი ხანია დრო არის, მაგრამ თვითონ ჯერ ამისთვის ვერ იცლის. ეთქება არ შეხვდა ჯერ ისეთი გულში რო ჩაუვარდეს და გაგიჟდეს. ამ ნაბიჯის გადადგმა რომ გაეადვილებინათ 5-20 წლის წინ ნიკამელიას მშობლებმა ხოშტარიას ყოფილი ბელინსკის ქუჩაზე სახლი უყიდეს. დეკლარაციის თანახმად ეს ბინა 140 კვადრატული მეტრია. აქ არც ერთი დღე არ ვიცხოვრე, დაუმთავრებელია, რეალურად 2 წლის წინ დაიწყო აქ სარემონტო სამუშაოები და ის კრედიტი ზუსტად ის 20.000 ამ ბინის გასარემონტებლად ავიღე 2-3 წლის წინ. ნიკამელია იმ კრედიტზე საუბრობს, რომელიც მისივე დეკლარაციაში 1 ზედმეტი ნულით იყო მითითებული. არა, 80.000 უნდა იყოს აქ. თუ 100.000 ვარიანის ესხის, ასე ვთქვათ, ტვირთის ზიდვა შეუძლებელია. ეხლა ხელფასი მაქვს მე 2.000 ლარი. ხელზე ამდენ ხელზე და 1.800 ლარს, 1.800 ლარს ვიღებ ხელზე. და უცოტნო გითხრათ, ანუ ჩემი ხელფასი ამ 80.000-ს არ ყოფნის, ოჯახი მეხმარება. ბოლო 1 წელია ძველი თბილისის გამგებლის პიროვნებას უცნაურად დაუკავშირდა ქალბატონი, რომელიც ნიკამელიას პოლიტიკოს კონკურენტებზე გაცილებით მძაფრ ოპონირებას უწევს. А если модис, весь такой импозантный, шикарном пальто. ზოგჯერ შავი პიარიც თეთრად მოქმედებს. ამ ხატოვანი ფრაზის გარდა ძალიან ცოტას თუ ახსოვს იმ ბრიფინგზე. კიდევ რა ილაპარაკა მანჩო გიორგობიანმა. რაც უფრო მეტი წინაღობა ხდება, უფრო მეტი ენერგია და სიძლიერეს ვგრძნობ. ქალაქი ჩემთვის თბილისი, დედაქალაქი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ნებისმიერი პოლიტიკოსი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში.